Dubai 31 დეკემბერი პირველი ემოცია რაც დავინახე იყო ძალიან მაღალი შენობებზე. მოტოციკლეთის ქირაობა მინდა თქო და არ ვიცი ვნახოთ. თან პრავაზე არის პრობლემა. აქ არაფერს არ ნიშნავს შენი საერთაშორისო მართვის მოწმობა, აქ რაღაცა თავისი წესებია შესაბამისად. ძალიან ეჭვმეპარება რომ გამომივიდეს. მეგონა გავიხსენებდი ტურნეს და გავთელავდი 2 დღე მოტოციკლეთით, არ გამოვა ალბათ. 30 წლის წინ აქ იყო უდაბნო. ჩვეულებრივი უდაბნო აკლემებით მოძრაობდნენ. და 30 წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საოცარი ქალაქი ააშენეს, რომელიც ვითარდება და სულ მშენებლობებია, სულ რაღაცეები ემატება საოცარი სანახაობა. ჩამოვედი დუბაიში, რომ წავიყვანო ახალი წელი ამ რესტორანში. აქ არის კაპუჩელა ხანუმებთან ერთად და თურმე გამოუშვა თავისი ხაზი, ტანსაცმლის, ხელწერა, კაცი ბრენდის, ეგრევე ჩანს. გავდა უსო გაიში. რამდენი ხანია ამას აკეთებ მითხარი? ბრენდი არსებობს უკვე 1 წელი. და სად არის მაღაზია? უთხარი ევს. ვინც არის შემნაირად 13 სკოლასთან ტატიშვილის 36-ში. მიხარია რომ აქ ხარ და ერთად. მეც მიხარია რომ აქ ვარ და ერთად ვარ და ნამდვილ. აი ესეთი ფული აქვს. ამას ქვია დირჰამი. და კურსი არის $100 არის 360 დირჰამი. ხურდა აქვს მაგარისტრანი, რგვალები არის 1. მაგრამ არა წერია, რაღაცა ჩაინიკი ახატია ალადინის თუ რაღაცა და ოთხკუთხედი გადავაგდე. ესე იგი, სანამ დაიწყება ახალი წლის საღამო, მაქვს რამდენიმე საათი. ამ რამდენიმე საათში მე უნდა მოვასწრო ხა ცოტა აზე მოსვლა, 3-4 საათი დაძინება, იმიტომ რომ 40 საათი არ მიძინია. ჯანგუში სპექტაკლი ვითამაშე, მე გამოვფრინდი. ეხა ცოტას ვიჭყუმპალავებ, მე ცოტას დავიძინებ და მე უკვე ავალ ზემოთ რესტორანში და უნდა გავუძღვეთ, დავალაგოთ საღამო და ჩავატაროთ. შემოვედი სასტუმროში. საკაიფო ნომერია ჰილტონის. ყველაზე მეტად ეს გამეხარდა რა ხამას ავავსებდა. ის თქმა უნდა 2019 წელი დადგა და ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ და ძალიან ბევრ ფულს გისურვებთ და დანარჩენს მჯერა რომ როგორმე დაალაგებთ რა. თქვენ ნიჭიერი ხალხი ხართ. მე ეგეთი გამომწერები და მაყურებლები მყავს. დღეს ვერაფერი ვერ ვქენი, ახვალ მაგ დაახლოებით 8 საათი სანამ გავფრინდები და ვეცდები ცოტა მაინც დავათვალიერო დუბაი და თქვენს დაგათვალიერებინოთ, ვისაც ჩემნაირად არ გინახავთ და პირველად უყურებთ სიტყვაზე. ძილინებისა, კარგი წლის დასაწყისი ყოფილიყოს. მეგონა რომ მიფრინავდი 12 საათზე რამე და აღმოჩნდა რომ დღესაც აგვჩები და ხვალ დილით არის ფრენა. იმდენად მოწონდა შეიხსა ეს სასტუმრო, რომ დათანხმდა ჯვრის გაკეთებაზე, ოღონდ ჯვარი დგას, აი რომ გავივლით, ახლა გაჩვენეთ. უკანა მხრიდან, ანუ ჩანს მარტო ზღვიდან, პირდაპირ რო შეხედა ჯვარს. ზემოთ ეს არის და აი ქროსზე. ამ დიზაინერი ის არის, ინდუსი არის. არა, იტალიელი დიზაინერი. და ქროსზე ვერტალეტნე პლაშატკი აქვს ორივე მხარეს. საუბარია ცნობილ შვიდვარსკვლავიან სასტუმროზე, რომელიც იალქნის ფორმისაა დუბაიში. ალბათ ყველა მინიმუმ ფოტო მაინც გინახავთ. რა ქვია? მადინა ჯუმეი. მადინა ჯუმეი. დაიმახსოვრეთ ყველა.
უცნაური რა არის, იცი რომ ყველაფერი იმ სიმაღლეა და უცებ ხვდები რაღაცა თითქოს ისტორიული ძველი უბანი არის. არა და არ არის ისტორიული ძველი უბანი. ეს არის უზარმაზარი ქალაქში, რომელსაც ეძახიან დუბაი მოლს და სადაც არის ყველაზე ბევრი გასართობი, როგორც ამობენ და ყველაზე მეტი სანახაობა. რა გველოდება? ერთად ვნახოთ. პირველი რაც დავინახე, ეს არის პროექტი, რომელიც ეხლა უნდა დაიწყოს და უზარმაზარი შენობა, რომელიც ბურჯ ხალიფზე 150 მეტრით მაღალი იქნება და მისი პროექტი დგას MR ქვია. აი ეს არის. და აი ესეთი იქნება. 150 მეტრით მაღალი იმ შენობაზე, რომელიც მსოფლიოში ისედაც ყველაზე მაღალია. წარმოგიდგენიათ რომ ხელა? მეც. აი ამის ნახვა მინდოდა ყველაზე მეტად. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთ ჩამოსხმაზე ჩამოსხმული შუშა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი აკვარიუმი. გამოვედი და დავიკარგე. ანუ სხვა გასასვლელიდან გამოვედი და წარმოდგენა არ მაქვს სად ვარ. ინტერნეტი არ მაქვს, საშინელი პიცაა. ბევრი ვიბოდიალე თუ ცოტა ვიბოდიალე, რაღაცა გზას დავადექი. ორი სიტყვით შევაჯამებ ეხლა ჩემს ემოციებს, რომელიც 2 დღეში გამოვიარე ქალაქ დუბაიში. პირველი რო არის საოცრად ლამაზი ქალაქი. საოცრად ლამაზი ქალაქი, მაგრამ ეს სილამაზე არის თანამედროვე და თუ თქვენ ხართ მოყვარული ძველი არქიტექტურის, ძველი უბნების, რაღაც ეგრეთ წოდებული old town-ების ეს ორი მოტოციკლი გისასტურენ ანახი გაქვს და აიქედან დაიძრა და მთელი ევროპა მოიარა. რო გაიგეთ? ჰაჭი. გამოგარია ესა მარჩელო დისა მოდი პისტო მარიო. ეს რაღაცა ის ჩალენჯი. მე არ შემილია მის ჩალენჯი ხო? მე ვასწავლე. არ იყო ცუდი მეცადნება, მე გამოგადგება რამეში. ახალი კამერით ვიღებ, ანუ GoPro-ები ჩაბარდა წარსულს და შევიძინე Sony. იმედია ტყუილად არა, ხო და ვარ გახარისხი. ასევე გვაქვს პატარა დრონი DJI-ი. DJI-ის დრონიც ვიყიდე, მეგობრებო. სანახოთ. აი ესეთი პატარა DJI Mini, Mavic Mini. რას. რას ვერ უხერხებ? ჯორი ვიტრო მღერი და ეხა ვისურტყავ მაგით რამიოქს. ვისურტყავ რამიოქს მაგით. ვიც რა, განგებმა გაიგოს. დამემონე. ora ხახვის სუნი დააყენე, იცი აი ხარს. ხახვები ამოვაყრევი და მაინც რა კახოლოგი ხარ. ჯოჭმე. ჰაჯი. რატო მორჩი? მორჩი მასას? გინდა. გადაღება მინდა. გადაიღე. აი რა უბრალოდ ქონი. მოხევი, როგორია? თქვი როგორია? ბიოდენები, სიცხე, სიტჩო, ყველაფერი ერთად. როგორც ხვდებით, ასე მუსიკალურად ხდება ჩვენი მზადება. და ვინ რას ღირს? ვინ რას უსმენს? უიმოსნაი. სულებისა გჯერა? მართლა? სულებისა? მართლა მისტიკის გჯერა? ბიჭო გჯერა კი? რამე მისტიური ცხოვრებაში შეხვედრია? გიასურ ამელაშვილის გარდა რამე ისეთი პარანორმალური. ჩაი. ეკი. მოგიყვე? კაცანთან ხარ მომეყარბოდი? კაცანთან მოგიყვარბოდი. კაცონი თერში. მე ხო ის გეგმა რომ მაქვს 40 წლამდე მილიონერი უნდა ვიყო.
ყოველწელს უფრო მეშინია 39-ის არის. 30 არა გოჭერი თემა აი ამიდის განძის მოსაზრება. არა გოჭერი თემა რომ 40 მილიონი 10 მილიარდი პროცენტით ვიცი ეგა საიდან ხო ივაზნა მაგრამ მე მჯერა ეგრეთ ასოს ისე რომ ჩავიდე და იქიდან ავიდეთ მაგრამ ესეც მიდია ესე მაინც უნდა ავიდეთ და წამოწამო ესე ვერ ჩავა რატო ესე პირდაპირ ვერ ჩავალთ ახლა უნდა შევიდეთ ხელმარჩვი და იქიდან ზემოდან უნდა ჩავიდეთ ნუ პრინციპში შენ აქედან საცხოვრო შორია ნახე რა ხო უნდა იცოდე რა უნდა ვიცოდე კი ასოალტებს აკეთებენ და მოუნდაძე დახალწნებს რა ვიცი ამ სახელმწიფოს ხო შიგა აქვს ზოგადად ჩართულია ჩაიწერა შიგა გაქვთ შეგიძლია რა ვიცი დიდი ფორმატი 3D-ში გაქვს 4D-ში გაქვს მერე ფულს შენ ვოშოულობ ვაფშე ანუ გაჭირდა ცხოვრება ძალიან თორე ისე დედას უწყრავდი ხო იმდენი მქონდა რა თქვენ არ ვიცი თქვენთვის იყო თორე იმდენი მქონდა ადრე ეხლა ვეღარ შოულობ თორე ადრე რამდენი იყო ბეში თქვი ნუ ამ საწაგვეღო ეგეთი ვიდეო გაიჩიტება გაჭირებული ხალხს რა დაეხმაროს ესო როა მარტო აი რატო შენ ყველაზე ბედნიერები ვარ არა ფულს შოულობ გოჩა სალამი გოჩა მე შოულობ თუ შოულობ ეს მაგარი კაცი შოულობს ბევრ ფულს ზარ როგორ არ ვიცი ეხლა ვნახო ჩემი ვერკაიტი სირინოს ყველაზე გიხარია ყველას რო სახე გვაქვს ახებული შენ რა მე სტაბილურად როგორც ვერ შოულობდი ისე ვერ შოულობ ანუ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა ხო ხდები კარჩი სტატისტიკურად ყველაზე მეტი ვარსკვლავი არის მუსიკისა და დრამის თეატრში მაგრამ სტატისტიკურად ყველაზე გაჭირებული დასია არის მუსიკისა და დრამის თეატრში მაშასე მოდი ჩავატაროთ გამოკითხვა ანუ რატო ხო? ანუ ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში კარგად შოულობენ ვარსკვლავები. ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან ვერ შოულობენ. შესაბამისად კითხვა. ვარსკვლავებშია პრობლემა თუ ქვეყანაში? პასუხს აი ამ ვიდეო რგოლში შემოგთავაზებთ. ქვეყანაში ეს ჩემში გაჭირებული არის თუ შენ კარგად იმის ფული რომ ჭამო ნორმალურად გეური კატლეტი კარგად სახელმწიფოს ბრალია ნახე ბაზრობა გამიხსნეს აქ მოწაფეებმა. შენი არწეს ჩემ მოვა ეხლა რა ქვია ამ ტრადიციას ასვაკეთებ? სეკრეტ სანტა მე დამავიწყდა და ჩემი არ არის ხო არაფერი გარიცუდი მოშოვე მახარ მე გზაშია კაი გადავიდე მეც მაქვს მოსატანი და სახში მაქვს გეფიცებით საჩუქარი და ჯმერ გადავიღებ და არ ვიტყვი ვის უნდა მოუტანო მაგრამ აქ არის და ბოდიშს გიხდი თუ ნახე ალბათ უკვე აიღე და ბოდიში იმედია მოგეწონა ბიჭია კაი ეს არის ჩემი ჯგუფი ვინც არ იცნობთ ერთ-ერთი საიზღარი ბავშვები ეხლა ამას რა უყო გაკვეთილი უნდა დავიწყო ეს რა არის წინაზე რა მაჩუქეს თქვი ცოცხი ძალიან ორაზროვანი საჩუქარი იყო ძალიან ორაზროვანი სიკვდილი დამარცხებადია როგორც იქნა გამოიგონეს ახალი ტექნოლოგიები რომელიც ყველანაირ აბსოლუტურად ყველა დაავადებას 100%-ით კურნავს საქართველოში გამოიგონეს ისეთი აპარატი რომელიც ყველაფერს კურნავს დიახ ამაზე დიდი ხანი ჭორაობდა ხალხი თუმცა ჭორაობდა არა ლამზირა ჭორაობდა მესიჯობდა ბიჭო შენ გაჩვენდი თავიდან და პაუზას მომიკეთეთ უზარმაზად როგორც იქნეს საქართველოში სიკვდილი დამარცხებადია გამოიგონეს ახალი აპარატურა რომელიც აბსოლუტურად ყველა დაავადებას 100%-ით კურნავს დიახ დაგეთანხმები დიდი ხანი საუბრობდა ხალხი ამ თემაზე თუმცა დღეს ჩვენ უკვე დაზუსტებით შეგეძლოთ გითხრათ რომ ეს აპარატი უკვე გამოგონილია 5 თვე განმავლობაში როგორც ტესტირებებს კი და 100%-ით ყველა დაავადებას კურნავს და სიცოცხლეს ახალი კლინიკაზეც რო გითხრა კი თბილისში დაარსდა ახალი კლინიკა რომელშიც 50-მდე მსგავსი აპარატია რიგები უკვე შევსებულია და მე როგორც ვიცი მაშინ თბილისში არ არის ეს არა გაიქცა რამდენიმე პირველ ეტაპზე ჩახვედით ეხა ეს ინფორმაციული მის აქცენტს აკეთებთ ან ჭირდება ინფორმაციული ჭირდება ემოციური შიგთავსი გეუბნებით ეხა წავიდა просто storytelling-ი და არ მინდა მომიყევით ემოციურად როგორ ვგრძნობთ ამ სენსაციას
მოგესალმებით, როგორც იქნეს საქართველოში სიკვდილი დამარცხებადია. გამოიგონეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც აბსოლუტურად ყველა დაავადებას 100%-ით კურნავს. ჩემი საჩუქარი მოვიდა, ეხლა მე მგონი ცოცხი აღარ არის, ვნახოთ. ჩემი იდეა აუ როგორ იღებენ, შეხედე. კამერები ცოლად გამოვყვები რომ მithwen. რა არის? ერთი წამი. ბატონები, შენ YouTube ახის ლოგო არის და იქება თან. იქებოდა, ხო? აჰა, ამაზია. ფოტო ასუქეთ პირდაპირ. აბა, გინდა არა ითოს, მაინც ძალიან დიდი მადლობა, მართლა. პლატფორმების დუჟერია და ძმა. ხო, ცირად ხდება. ხო, წეღად ისავარ, რომ ჭამდი. ღარიბულად რომ ჭამ. ღარიბულად რომ. წეგან ისაა, ღარიბულად რომ ჭამ. გააძრე ვილსონი. ნახეთ ბეგალას რა ჩუქეთ. კიტი დაფრინავს პროსტა ჭამს და ჯვავს. რა დერს, ვინ გაჩუქა ფანმა? არ ვიცი, გოგომ მაჩუქა. არაფერი, მზიკას ლოპარაკე, რო. აი მე ეთოქია იმ გოგოს ესე. მე იმაძოვავდი. ეს გამოვიდა. საბა, ჩემ მაგარტანზე ხარ ეგ შევაფასოთ და მე თმას თუ ხედავთ რამდენი აქვს ხელზე, ანუ სუთმა. მე ღირს ახალი ტრიპოდი. ეხლა როგორ გაჩვენოთ, მეცა ყველაფერს გაჩვენებთ. თამამად მიჭირავს კამერა, ხო ატყობთ. აი ეს ფეხუჩა და რკინის ჩასადები. მოგესალმებით, ჩვენ გავწერებო. მაგხელა იმით რომ დადიხარ. კომედიაში და ეხლა ვაწყობთ სეცს. ეს გამოიყურება. გაზე. ესე გიორგი ვარდუსანიძე. მოგესალმებით. რაც პატარა ტელეფონით იღებს ლოგებს. ნუ შემოდიხარ ჩემი ლოგის სივრცეში თუ შეიძლება, ხო? გაიტრია. და მოკლედ გამოიწერეთ და ლაიქეთ, გაიტრია დამოსაბსკრაიბეთ, გაიტრია კედა. ჰეი, სიცილ ხორხორი, ხორხოცი ხორხორი რა. სუმინდო და ესემერბინა. ხო ის ხაბიბის ზონა როა. გასაგებია რომ დომინირებს მეფეა. სულ ეკითხები ყველას მაგრეგებზე რა. შენც მინდა კითხო, შენი აზრით. დიდი მებრძოლია თუ ეს ყველაფერი შობლება. მე დავემშვიდობ მაყურებელს და გადავიდეთ შეკითხვაზე. всё, გვაქვს რომ გავჭრათ, მადლობა ოქროს გოგო ხარ, ძალიან კარგი იყო. რა თქვენს წინაშეა? აი ზუსტად ესეთ Ford Mustang-ს ყიდულობს ყვითელსთან. GT-ა, ხო? GT. 4 და 6. 8 ცილინდრი. რაკეტა. რას ნიშნავს, ხო? არა ვიცი. 8 ცილინდრი, 4 ვაკრიშკა. რული. ერთი რული. და წინსხენი ახატია. მიდი, просто დაითრა გადავიღოთ მე უკვე. დერსკი ამერიკული ოჯახი გვექნება. ამერიკული ოჯახი. ამერი დავაჯახოთ მაგას და ვიდი გადარჩება ორი მაგის. ემეთკი ბიჭო. რა ბაზარი? მე ბაზრე. დავეცი ეს რა ქათამია. ვაიმე რას გიზავ, просто რას გიზავ. ლოყა გაგექცა მეთქი. თქვი სიმართლე. ისევ და ისევ მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი იყო და არა იყო რა. იგივე საშობაო ზღაპარი. ეს ორი სათაური რა ჟანდაბა. რა კარგი პარალელი იყო, ანუ პასხალკა იყო დიან შანზე, ანუ ცისფერ თევზზე. ძალიან განათლებული ვარ, 4 ქართული ფილმი ნახე მაგ. ეს არის ეთო. ეთო ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენ გვეცვას სწორად და თბილად. და სულთან. ის ჯულია. ჯული, თმევს მიჩეჩავდა ახალგაზრდობაში, იმიტომ არ მევიდე. ანუ ლაქს მასხავდა, ჯეკეს მე მეკონა. ლაქს მასხავდა და მიჩეჩავდა. ისო ვერამო. ხშია ისე. აი ეს 40 წლის კაცი რააცვია შეხედე, როგორ არ გიტყდება ბიჭო. რა უნდა მიტყდებოდეს ბიჭო? როგორ არ გიტყდება? ამხელა პარლამენტარი კაცი. ასეთი პარლამენტარი კაცი. ეს ნინო მითაიშვილია. მას უნიკალური სიცილი აქვს. ადრე მქონდა გადაცემა რადიომანია აფხაზეთის ხმაში და თელმუღამის იყო რომ ვიღაცას ურეკავდა ეღადავებოდი რა, რაღაცა სიტუაციას იგონებდი და ატყუებდი და აჩქო ყავდა სტუმრად. და დაურეკეთ ბაბას. ვითომ იყო კასტინგი, მაშინ შუა ქალაქში თამაშობდა და ვითომ იყო კასტინგი და ვიღაცა რუსი რეჟისორი იყო ჩამოსული და ძალიან დაევასა ბაბა. ოღონდ ბაბა იმიტომ დაევასა რომ ბაბა არა, ბაბა სიცილი. ბაბა სიცილი დაევასა. და კარში პირდაპირ ეთერში ვაცინეთ. ეხლა თქვენ შემოგთავაზებთ კადრს, ბაბა როგორ იცინის, აი? ეხლა არა, მონტაჟია, შემიძლია ჩავსვას.
სოფლის ნობათი პროსტა ეს სოფლის ბაწენი